14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება, დღე, რომელიც გვახსენებს, რომ ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის. იგი ჩვენი იდენტობის, ისტორიის და თავისუფლების ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო სიმბოლოა. 1978 წლის ამ დღეს ათასობით ადამიანმა, სტუდენტმა, ინტელიგენციის წარმომადგენელმა და რიგითმა მოქალაქემ ხმა აიმაღლა ქართული ენის დასაცავად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ უზარმაზარი ადამიანთა რაოდენობა გაემართა და გამოთქვეს პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ, რამაც შედეგი გამოიღო, რა თქმა უნდა, და საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა. ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. დღეს ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ მოვლენების უშუალო მონაწილე ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი, ფილოლოგი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი, ენათმეცნიერი გია მორუღულია. სალამებით პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და არ შემიძლია რომ არ კითხოთ პირველ რიგში თქვენ ბატონ გიორგი. ვინაიდან და რადგანაც თქვენ იმყოფებოდით ამ შესანიშნავ დღეს, იმ ღირსშესანიშნავ დღეს 1978 წლის 14 აპრილს და რა იყო ის ემოცია და ყველაზე მძაფრად რა დაგამახსოვრდათ აი ამ დღიდან? დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ტელემაყურებელს. მე ესე ვიტყოდი, რომ ჩვენ უფრო შემსწრეები ვიყავით იმ მოვლენებისა, რომელიც მაშინ ვითარდებოდა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა აი თითქოს არ ჩანდა ორგანიზატორი, ვინ იწყებოდა აი ამ ამბებს, მაგრამ თავარი ის იყო, რომ იყო ძალიან დიდი ერთსულოვნება, განსაკუთრებით სტუდენტობაში. მე გამოყოვდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორ ფაკულტეტს, ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს. უფრო გულისხმობ ალბათ მაღალ კურსებს, მესამე-მეოთხე კურსებს. თავარი ჩემთვის კიდე ის იყო, ახლა დრო რო გადის კიდე უფრო და უფრო გიხდება, თვალი გადაავლო და შეაფასო, რაღაცებიც ამოიკითხო, რაღაცა ინფორმაცია შეიტყო. და თავარი არის ის, რომ არსად არ გაჟღერებულა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კი, გზავნილები, მოთხოვნები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ამბავი რო დამთავრდა ესე უსისხლოდ, ალბათ ამის გამოც მოხდა. იმიტომ ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი, აი სიყვარულით, გაბრაზებითაც, რა თქმა უნდა, გამოხატული ენერგია და კიდევ ერთი რამ. ჩვენ მშობლებს ნანახი ჰქონდათ 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი მოვლენები და ბუნებრივია რომ მათი შიში იყო ძალიან საფუძვლიანი და ოლოდინი იყო ამისაც. მით უმეტეს რომ ინფორმაცია იყო მოსული თორსტები დინამო სტადიონის შიგნით იყვნენ სამხედროები მობილიზებული, რომ თუ რაღაცა განვითარდებოდა, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება უფრო ცუდი დასასრული ყოფილიყო. ეს ერთი მხარე და მეორე, აი იმასაც ვფიქრობ, რომ ეგეთი ერთსულოვნება, როგორიც მაშინ გამოიხატა, მე 89 წლის 9 აპრილს ვნახე და ეხლა ჩვენი პატრიარქის გასვენების დროს, როდესაც მთელი ერი შეკავშირდა და იცით თქვენ რომ გაერთიანებული ქართველი ერი ცოტა ის არის, რა ვქი. ძალიან ძლიერია. ძალიან გულის ამაჩუყებელი სანახაობა არის ეს ყველაფერი. ბატონ გიორგი, ეს წინასწარ ორგანიზებული იყო ეს პროტესტი თუ აი ეს სპონტანურად შეიკრა ესეთი მუხტი? იცით რა, მე ეგეთი შთაბეჭდილება მაქვს და ეს უფრო გამიღრმავდა, რომ ჯერ ერთი რაღაც უხილავი ხელი მართავდა ამ პროცესებს. განსაკუთრებით აქტიურობდა სხვათა შორის მწერალთა კავშირი იმდროინდელი, აკაკი ბაქრაძის გამოსვლის ტექსტს ვკითხულობდით ჩვენ ნოდარ წულეისკირის, რეზო ჯაფარიძის და მეორე, ეხლა ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ესეთი გამონათქვამები, რომ ეს თვითონ შიგნიდან იყო ინსპირირებული. და ნუ აქ იყო ორი მხარე, აქვს ყველა მედალს მოგხსენებათ თუ თქვათ გავიდოდა ეს ის რა ქვია რომ ამოღებული იქნებოდა კონსტიტუციიდან ქართული ენა, ნუ ეს ვიღაცისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდაო, რომ აი ხო ხედავ როგორი ერთგულები ვართ ჩვენ საბჭოთა იმპერიის
მაგრამ რო არ გავიდა აგერ და ის ქმერიის მოხდა რომ აი ნახეთ რა მაგრები ვართ რომ ჩვენ დავით. ანუ ეს ყველაფერი მაინც ესე ჩანს რომ რაღაც აი ინსპირირებული შეიძლება ყოფილიყო. იცით აი უშუალოდ აი რუსთაველზე დაიძრა უნივერსიტეტიდან ეს აი ამ ხელა 15000 კაცი ესეა ნათქვამი და მე 100000-მდე უკვე მივიდა რუსთაველი. აი რა ხდებოდა გზაში აი რას გაიხსენებთ აი ამ ემოციებიდან? იცით როგორი იყო ესე იგი მახსოვს რომ ამოდიოდნენ ვარაზის ხევით მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები. ზემოდან ჭავჭავაძიდან სამედიცინოს ახალგაზრდები დაიძნენ, იქ შეუერთდნენ ფიზკულტურის ინსტიტუტი იყო მაშინ, უცხო ენათა ინსტიტუტი, სკოლის ბავშვები. მერე შეუერთდნენ მაშინდელი პუშკინის, ეხლანდელი ილიაუნის ახალგაზრდები. მერე, როდესაც უკვე რუსთაველისკენ გადაადგილდა ეს ხალხის მასა, შეუერთდნენ უკვე სამხატვრო აკადემიის და კონსერვატორიის და მახსოვს რომ ბავშვები ხდებოდნენ ფანჯრით მე გულისხმობ უკვე სკოლის მოწამეებს. ანუ აი კიდე ერთხელ მომბობ იმ ხელა სიყვარული, სითბო, ერთსულოვნება გამოამჟღავნა ქართველმა ერმა განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომ ამის შეჩერება ყოველდღე წარმოუდგენელი იყო. მერე რომ ესე იგი რომ შეგიძლია რომ აი დაინახო უცხო თვალითაც, იმითაც რა ქვია რომ აქ მხოლოდ აი გულწრფელი გამოხატულება იყო. ენის სიყვარული არ იყო იქ იცით ის რომ აი მე კაი ბიჭი ვარ და საქართველოს დამოუკიდებ თქვა რომ ეს მერე და მერე მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერს ამ 78 წლის მოვლენებს წინ უსწრებდა აი ბატონი გია დამეთანხმება როგორი ეროვნული გამოხატულება იყო ხოლმე თქვათ სპორტში. იმიტომ რომ დინამო თბილისი მაშინ ძალებს იკრებდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, თასია იყო მერე 3 წლის შემდეგ თასების თასია იყო ევროპული. თეატრი იდგმებოდა რობიკოს სტურვას სპექტაკლები და იქ ვლინდებოდა იცით აი ქართული ენერგია და ის ჩაბუდებული მუხტი რომელიც აი ამ დღეს უნდა წლების განმავლობაში რაც გროვდებოდა იყო ეს მუხტი. მე ერთ რამესაც ხას გაუსვამ რომ არასოდეს აი მასები იყო ხოლმე გამოსული მართლა უამრავი ხალხი და ერთი ხის ფოთოლი არ იყო ჩამოვარდნილი. აი საოცარი რაღაცა პროტესტის ერთგვარი კულტურაც იყო. კულტურაც იყო, იცი რომელსაც ვსწავლობდით ჩვენ. 99 წლის უკვე 9 აპრილს უკვე ამან კულმინაციას მიაღწია, იმიტომ რომ იქ უკვე პოლიტიკური ნაწილი განვითარდა ქართლის საზოგადოებაში. აი ბატონ გიას მინდა ვკითხო, თქვენი შეფასებით ეს რა დღე იყო? ჩვენი იდენტობის, ჩვენი თავისუფლების დაცვის დღე იყო. თუ შეიძლება თქვენი შეფასება. ხო მგონია რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად ამაღლებული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ოღონდ რა შეასაქმე ეს ხანდახან ჩვენ თავარ აქცენტს ვაკეთებთ ხოლმე მახსოვრობაზე, რაღაცა ფაქტებზე, რაღაცა მოვლენებზე. და ამ მოვლენების და ამ ფაქტების სული გვავიწყდება ხოლმე ზოგჯერ. რას დღესასწაულობთ ჩვენ კაცმარო თქვას ახლა ერთმანეთს ეს კითხვა რომ დავუსვათ. რამდენიმე მთავარ რაღაცას დღესასწაულობთ. ჯერთ იმას რომ ქართული ენა არსებობს ამ ქვეყანაზე. ქართული ენის დაბადებას დღესასწაულობთ და მის სიცოცხლის უნარიანობას დღესასწაულობთ. ეს ჩვენ გარეთაც არის, მაგრამ ამაზე მილიონჯერ მეტად ჩვენს სულშია, ჩვენს გონებაშია და ჩვენს გულშია. ეს ერთია. მეორე, ჩვენ დღესასწაულობთ ქართული ლიტერატურის არსებობას, იმიტომ რომ ეს ქართულ ენაზეა შექმნილი. არა? ის ფრაზები, რომლებიც ჩვენ მუდმივად გვახსოვს, ის ხო ქართულად ნათქვამი ფრაზებია. იმას სხვა ენაზე ვერ მოისმენ. შეიძლება ითარგმნოს და შეიძლება შინაარსი გაიგოს, მაგრამ სხეულს დაინახავ და სულს ვერა. ხო? ჩვენ დღესასწაულობთ ქართული კულტურის დაბადებასაც, იმიტომ რომ ქართულ ენაზე არის შექმნილი ეს კულტურა, მაგალითად, არა? იგი მაგალითად ფილმები, მაგალითად სპექტაკლები, არა? სიმღერა. რა თქმა უნდა. გან ეს ქართული ენის წიაღი არ არის. და ჩვენ რასაკვირველია დღესასწაულობთ იმასაც, რომ საქართველოს ისტორიაც ქართული ენით არის. ჩვენამდე მოსული. რა არის ქართლის ცხოვრება, ან რა არის ჟამთა აღწერლის ასლოვანი მატიანე.
ეს ქართული ენის სამყარო არის და აი ამის დაბადებას, ამის ცხოველმყოფელობას, ამის მუდმივ თანაარსებობას დღესასწაულობთ ჩვენ. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. ეს ერთი. მეორე. ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის 4 მთავარი განზომილებისთვის. ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, ერისთვის და სახელმწიფოსთვის. ის რომ ქართული არის სახელმწიფო ენა, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ არა მარტო 14 აპრილს, არამედ ყოველ დღე და უნდა ვზრუნავდეთ ამაზე. ამაზე ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი კიდევ. შემდეგი მომენტი, რა არის ენა? წეგან დასაწყისში თქვენ ახსენეთ, ეს არ არის უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება, ხო? ენა არის აღქმა სამყაროზე. აი, რაგვარობა აღქმისა. სხვადასხვა ენა სხვადასხვაგვარად აღიქვამს სამყაროს. აი, ქართული ეგრე აღიქვამს, როგორადაც ქართული სიტყვები გამოხატავს ამას. რა? ენა არის აზროვნება, ენა არის ხედვა, რასაკვირველია. ეს არის გამოხატვა, ეს არის იდენტობა. სამყარო ქმნის ენას, მაგრამ ენაც ქმნის სამყაროს. რა? აი, რო გაიხსენოთ მაგალითად ახლა ვეფხის ტყაოსნის რაღაცა ფრაზა, ხო? წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაგისახეო. ოქშორდი ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო შენთა მჭრეტელთა ნიშატო ვერ მჭრეტთა სივა გლახეო ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ ნეტარმცა სიზმრივ გნახეო. აი ამას დღესასწაულობთ ჩვენ 14 აპრილს რა. ეგერ გურამიშვილი მოვა მერე და გეტყვის გამაოგნებელ რაღაცას, ცოცხალნი შობენ მკვდართა და მკვდარნი ცოცხალთა ბადებენ და წადი და იფიქრე და იაზროვნე მე რამდენიც კი აღონთ ეს ქართულად უნდა გააკეთო, ქართული ენის წიაღით უნდა გააკეთო. შენ უნივერსალური ადამიანი უნდა იყოს, შენ უნდა იყო მემკვიდრე კაცობრიობის კულტურის, მაგრამ შენ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენ ქართველი ხარ და უპირველეს ყოვლისა ამას ქართული ენა არ დაგავიწყებს. შენ არა ერთი მინდა ვთქვა კიდევ ბოლოს ჩვენ რასაკვირველია გვახსოვს ჩვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტები რაც ქართულ ენასთან არის დაკავშირებული რა ამ ენაზე გვიმღეროდა დედა იავნანას იმას რა დაგვავიწყებს ჩვენ იმისთვის ვიბრძოდით ჩვენ იქ 78 წლის 14 აპრილს როგორც გია ბეციკ ვიყავი მონაწილე აი ამ დიდი დღესასწაულის რაც იქ ხდებოდა ეს ქართული სულის დღესასწაული იყო კი იყო ხიფათთან დაკავშირებული ცოტა ხიფათიანი დღესასწაული კი იყო მაგრამ ბედნიერები ვიყავით ჩვენ ყველანი იქ ამის მონაწილენი რომ ვიყავით რა ამენაზე გვასწავლიდნენ ადამიანურობას, ამენაზე აგვიხსნია სიყვარული ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის, ამენაზე ვლოცულობთ, ამენაზე ვადღეგრძელებთ ერთმანეთს, ყველაფერი ქართულად ხდება. ქართულად ვამბობ გენაცვალეს, ქართულად ვამბობ შენი ჭირიმეს. ეს არის ჩვენი მშობლიური სივრცე. ამიტომ ქვია მშობლიური ენა ამას. და ბოლოს რაც მინდა ვთქვა და ეს ძალიან მნიშვნელოვნად მესახება. იცით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, არსებითად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, როგორ ვზრუნავთ ჩვენ ქართულ ენაზე და როგორ ვიცავთ ქართულ ენას არა მარტო გარეშე ხელყოფისგან, რისგანაც მაშინ დავიცავთ. არამედ ჩვენი უპასუხისმგებლობიდანაც. დღეს უკვე ეს არის ძალიან მშვიდობიანი დრო გვაქვს ამ მიმართულებით, ხო? ამ საფრთხე ჩვენს ენის მიმართულებით აღარ ემუქრება ბოდიშით რო გაგაწყვეტინეთ. უბრალოდ ძალიან საინტერესოა, როგორ ვებრძოლოთ აი ამ უხილავ საფრთხეს. ჯერ სახელი უნდა დავარქვათ იმას, რასაც უყურებთ, ხო? აი ყურეთ ჟარგონი. ამას ძირად ვეკითხებოდი რაღაც ჩემს მოსწავლეებს, რაღაც ფილმი უნდა მეჩვენებინა და როგორ გირჩევდათ ქართულად ვნახოთ თუ ინგლისურად მეთქი და თითქმის ყველა თქვა რომ ინგლისურად ვნახოთ. მოჩვენიათ? სუდი კი არ არის ეს. ის უნივერსალური ენაა და რაც უფრო კარგად იცი, მით უკეთესია, რა თქმა უნდა. რაც უნდა ლაპარაკი ამას. მაგრამ უცხოენოვან ფილმზე იყო. მაგრამ კი ბატონო, მაგრამ იყო ქართული თარგმანი და იყო ინგლისური. ნუ ვიღაცა იტყვის, რომ ინგლისური ფილმი ინგლისურად უნდა ნახო და ეს დაუმთავრებელი მსჯელობაა, მაგრამ იმის თქმა მინდა მე რომ როდესაც შენი ახალი თაობა შესაძლოა, არ მინდა კატეგორიული ვიყო, მაგრამ შესაძლოა ინგლისურად უკეთ იწყებს აზროვნებას, იწყებს მეთქი ამას რბილად ვამბობ. თუ უკვე დაწყებული არა აქვს. ვიდრე ქართულად, აი ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი.
როცა რაღაცას დღესასწაულობ, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მოუფრთხილდე იმას, რომ 10 წლის მერეც დღესასწაულო შენ. ეს ამბავი. ეს პასუხისმგებლობაა თითოეული ქართველის, ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სკოლის და აი ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. ჩემთვის აღარ არის იმდენად მთავარი ის, რაც მაშინ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, აი გულში მაქვს სულ ეს. მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის. მნიშვნელოვანი ის არის, რაც იქნება. რაც იქნება. იმიტომ რომ დრო თლიანია, მარტო წარსული არ ყელყელაობს ჩვენს ცნობიერებაში, ან მარტო აწმყო. ჩვენ ყველა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და მომავალში ჩვენ ყველანი უნდა ვხედავდეთ გაბწყინებულ ქართულ ენას, ძლიერს, განუმეორებელს და ისეთს, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს. შევინარჩუნოთ ორიგინალ ვერსიაში, ბატონ გიორგი. კიდევ კითხვა მინდა რომ დაგისვათ. აი ძალიან ხშირად აკეთებენ 9 აპრილთან იდენტიფიცირებას აკეთებენ 14 აპრილის, 1978 წლის 14 აპრილის. რა იყო აი საფრთხე დაუშვათ და თუ გრძნობდით ამ რეალურ საფრთხეს? კი ბატონ გიას ძალიან სწორ და ასე ვთქვათ, გონივრულ დაკვირვებას გამოვეხმაურები. ერთ-ერთ დიდ მეცნიერს, გერმანელი ენათმეცნიერს ჰუმბოლდტს აქვს რა თქვამი, ენა სულია ერისა. ამ სამ იმაში სიტყვაში არის ჩატეული ყველაფერი და ეს არის უცხო პიროვნების ნათქვამი, რომელსაც ჩვენი იაკობ გოგებაშვილიც იმეორებდა და მე ჩვენი მწერლობა თავისთავად. სხვათა შორის არნოლდ ჩიქობაუს, რომელიც მაშინ ცოცხალი იყო, ასეთი რამ აქვს ნათქვამი, რომ 14 აპრილი, რა თქმა უნდა, ენის დღეა, მაგრამ ამავე დროს ეს არის ერთმანეთის წინაშე ანგარიშგება თუ რა გაკეთდა იმ წელს აი ამ მიმართულებით და მე მაგალითად მივესალმები, რომ ბოლო ხანებში განათლების სამინისტროს მხრიდანაც საერთოდ ამ კუთხით ძალიან ბევრი რამე ასე აქცენტირდება ქართული ენის სწავლების გაძლიერების კუთხით. განხორციელება როგორ მოხდება, ეს კიდე სხვა ნაწილია. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, პირდაპირ ვუპასუხებ, რომ კიდე ერთხელ ვამბობ, 9 აპრილს 1999 წლის 9 აპრილს ეს იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოწოდებებით გაჟღენთილი შეკრებები, რომელიც მთელი კვირეები გრძელდებოდა და მე რითი დასრულდა, ყველას კარგად მოეხსენება. ასეთი რამ 14 აპრილს არ მომხდარა. აი ია ვთქვათ, ერთი საცარიაო პარადოქსი გეტყვით ახლა, რომ 14 აპრილის კადრები თუ არ ვცდები 1-2 ფოტოს გარდა არ არსებობს. ანუ სულ ამოღებული არის, ვინც კი ჟურნალისტი იყო, ფოტოგრაფი თუ ვინც იყო, არც ერთი კადრი არ არსებობს. შეიძლება მოსკოვში სადღაც იმაში რა ქვია, არქივებში ინახება ეს, მაგრამ ჩვენ არ აქვს ამის ისინი კადრები. და ეს არის სამწუხარო, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, აი რაც იყო პლაკატი სიტყვაზე, ხო, ბანერი იყო, აი ია, დედა ენა, აი ეს იყო სხვა, იქ მე, ახლა მე იქ რა თქმა უნდა, უფრო შთაბეჭდილებების ქვეშა ვარ, როდესაც ამას გიყვებით, ვიდრე თქვა რაღაცა ესეთი პრინციპული საკითხებისა, რომელიც რა თქმა უნდა მაშინ ხდებოდა. მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, თუ კი სისხლი არ დაიღვარა, ალბათ ეს ის იყო, იმ მიზეზით იყო, რომ იქ პოლიტიკური მოთხოვნები არ გაჟღერებულა. და ჩვენი საუბრის ბოლოს, აი რაღაც ესე შეჯამებასავით რო გავაკეთოთ თითოეულმა თქვენთაგანმა, აი ერთი მთავარი გზავნილი. რა შეგიძლიათ, რომ დღეს უთხრათ მშობლებსაც, მოსწავლეებსაც, აი როგორ შეინარჩუნონ ის, რაც ესეთი ძვირფასი და ესეთი სანუკვარია. მე გარკვეულ უწყებას წარმოვადგენ და ბევრი საკითხია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის არის თავარი ერთი რამ, რასაც თქვენ გინდათ, რომ მე მოწოდება დავარქვა და სხვათა შორის თქვენსკენაც მინდა ესე ხელი გამოვიშვი, თუ თითი გამოვიშვი. ქართულად საუბარი გავხადოთ პრესტიჟული. და ეს დიდწილად, აი დიდწილად არის ჟურნალისტებზე დამოკიდებული და მე ვისურვებდი, რომ აი სულ მთელი ორიენტაცია თქვენი საუბრისა, ჩემისაც, ალბათ ბატონი გიასიც, იმიტომ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან რო გაქვს კავშირი, ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ტვირთს გაკისრებს, რომ ქართულად საუბარი გავხადოთ პრესტიჟული. და ტირაჟირება მოვახდინოთ სწორი საუბრის, რა თქმა უნდა და ბატონო გია. თქვენგანაც გვინდა ერთი ესეთი იგივე კითხვა გადმოვალთ. კი ბატონო. მოდით ჩვენ სულ გვახსოვდეს ილია და იაკობი.
მე სულ მიგვირს, როგორ მოახერხა ამ ორმა ადამიანმა მაშინ ქართული ენის აგრერიგად დაცვა. მაშინ, როდესაც არც ასეთი შესაძლებლობები იყო, არც ამდენი განათლებული ადამიანი არ იყო, რა გვარად მოახერხა ამ ორმა კაცმა ის, რომ დაიცვა ქართული ენა. თუ იმ ორმა მოახერხა, ჩვენ რა დაგვევართება მაშინ? ჩვენ უკვე ბევრნი ვართ, გაცილებით მეტნი ვართ და ჩვენ შეგვიძლია რომ დავიცვათ. დაიცავი ქართული ენა. ეს არის მთავარი გზავნილი ალბათ. ძალიან დიდი მადლობა და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები გახლავთ გიორგი ალიბეგაშვილი, ფილოლოგი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი, ენათმეცნიერი ბატონი გია მორღულია. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო.